Teleradio კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა იოანე ზედაზნელი. მე-6 საუკუნეში, როდესაც საქართველოს სარწმუნოებრივი და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იდგა, ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა წმინდა იოანე ზედაზნელისა და მის თანამოსანგრე ასურელ მამათა მოღვაწეობამ. გადმოცემის თანახმად, წმინდა იოანე ზედაზნელი იყო საქართველოში მოსულ 12 ასურელ მამათა წინამძღვარი. ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული სამონაზვნო ცხოვრების გამტკიცებაში. წმინდა იოანე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გონიერებით, სიმშვიდითა და სულიერი სიმტკიცით. სასულიერო განათლება მან ანტიოქიაში მიიღო, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურული ცენტრი იყო. თუმცა მისთვის ცოდნა მხოლოდ სწავლით არ შემოიფარგლებოდა. მას ადრეული ასაკიდანვე იზიდავდა განმარტოება, ლოცვა და მეუდაბნოე ცხოვრება. ამიტომ განათლების დასრულებისთანავე სრულიად ახალგაზრდამ დატოვა ანტიოქია და უდაბნოს მიაშურა, რათა მთელი თავისი ცხოვრება ღვთისთვის მიეწונה. მალე იოანემ სახელი გაითქვა სიმდაბლით, მარხვითა და მუდმივი ლოცვით. სწორედ ამ ღვაწლის გამო, გადმოცემის მიხედვით, მას ღმერთმა სნეულთა განკურნებისა და ბოროტსულთა განდევნის ნიჭი მიანიჭა. მის ირგვლივ თანდათან შეიკრიბნენ მოწაფეები, რომლებიც მას სულიერ მოძღვრად მიიჩნევდნენ და მის ცხოვრებაში ხედავდნენ წმინდა გზის მაგალითს. იოანეს სახელი სწრაფად გავრცელდა, მრავალი გაჭირვებული და სნეული მიდიოდა მასთან და ისიც ღვთის სახელით არავის ისტუმრებდა უნუგეშოდ. მაგრამ რაც მეტად იზრდებოდა ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მით მეტად ცდილობდა იგი ადამიანური დიდებისგან თავის არიდებას. გადმოცემაში ხაზგასმულია, რომ მისთვის ხალხის ქება მძიმე გამოცდა იყო. ამიტომ რამდენჯერმე დატოვა თავისი სამყოფელი და უფრო შორეულ, უგზო ადგილებში გადავიდა, რათა განმარტოებით ეცხოვრა. მაგრამ მისი ცხოვრება და ღვაწლი მალულად ვერ დარჩა. ხალხი კვლავ პოულობდა მას, კვლავ მიეშურებოდა მისკენ და კვლავ ადიდებდა. სწორედ ამ დროს, როდესაც იოანე კიდევ უფრო შორს წასვლას აპირებდა, მას გადმოცემის თანახმად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და მოუწოდა 12 რჩეული მოწაფით ივერიაში წასულიყო. მისი მისია ნათელი იყო, ახლად მოქცეული ქართველები ქრისტეს სარწმუნოებაში უნდა განემტკიცებინა, მათთვის წმინდა ცხოვრების მაგალითი ეჩვენებინა და ქვეყანაში სამონაზვნო მოღვაწეობის კერა დაენთო. ამ დროს ქართლში მძიმე ვითარება იყო. ერთის მხრივ სპარსელები ცდილობდნენ ქართველთა გადაბირებას ცეცხლთა ყვანის მცემლობაზე, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობდნენ მონოფიზიტობის გავრცელებას აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ეს უკვე მოახერხეს ალბანეთსა და სომხეთში. ასეთ ვითარებაში იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების მოსვლა ქართული ეკლესიისთვის დიდ სულიერ შეწევნად იქცა. იოანემ ღვთისმშობლის გამოცხადება გულში დაიმარხა, შემდეგ კი მოწაფეებს მოუწოდა 10 დღე განსაკუთრებული გულმოდგინებით ელოცათ და ემარხულათ. როცა ივერიაში წამსვლელ ბერთა შერჩევის დრო დადგა, პროცესი სამართლიანად რომ წარმართულიყო, თითოეულმა თავისი სახელი ქაღალდზე დაწერა და ეს ფურცლები წმინდა ტრაპეზზე დააწვეს. მთელი ღამის ლოცვისა და წირვის შემდეგ, წყაროს მიხედვით, ანგელოზმა 12 ფურცელი აირჩია. ასე შეიჩნენ შიო, დავითი, ანტონი, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი, ისე, იოსები და აბიბოსი. საქართველოსკენ მომავალი ასურელი მამები წმინდა სვიმეონ მესვეტეს ლოცვა კურთხევა მიიღეს. იმხანად ქართლის მეფე ფარსმანი იყო, კათალიკოსი კი ევლოგი. გადმოცემით მათ ანგელოზისგან ეუწყათ თუ ვინ მოდიოდა საქართველოში და რა მისია ჰქონდათ. ამიტომ ცხეთას მოახლოებულ მამებს კათალიკოსი და მეფე დიდი პატივით მიეგებნენ. ამ შეხვედრისას კიდევ ერთი სულიწმინდის სასწაული მოხდა. ასურელი მამები ქართულად ამეტყველდნენ და სახელებით მიმართეს ქართველებს. ცხეთაში გარკვეული ხნით დარჩენის შემდეგ წმინდა იოანემ გადაწყვიტა თავის მოწაფეებთან ერთად დამკვიდრებულიყო იმ მთაზე, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა.
სწორედ ამ თასთან დაკავშირების გამო მიიღო მან ზედწოდება ზედაზნელი. ზედაზნის მთაზე ასასვლელად მათ ადიდებული არაგვი უნდა გადაელახათ. იოანეს თხოვნით წმინდა შიომ ილოცა. წყალს ჯვარი გადასახა და მდინარეს უბრძანა დინება შეეჩერებინა. ხალხის თვალწინ არაგვი შედგა, სანამ მამები მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ. ზედაზნეზე ცხოვრება მკაცრი და ასკეტური იყო. იოანე და მისი მოწაფეები მცირე სენაკებში ცხოვრობდნენ, დროს ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ და მცენარეული საკვებით იკვებებოდნენ. მალე ეს ადგილი ქართველებისთვის სულიერ ცენტრად იქცა. მრავალი ადამიანი მიდიოდა ზედაზნის მთაზე, რათა წმინდა იოანესგან მოესმინა სწავლა მოძღვრება. დაენახა მისი ცხოვრება და საკუთარი სულიერი ტვირთი შეემსუბუქებინა. წმინდა იოანეს მოღვაწეობა მრავალ სასწაულთანაც არის დაკავშირებული. რადგან მთაზე წყალი არ იყო და ილია დიაკონს ყოველდღე შორიდან უწევდა მისი მოტანა, წმინდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენებას თხოვა. უფალმა ისმინა ვედრება და მთის წვერზე მაკურნებელი წყარო აღმოაჩინა. წმინდა იოანეს საფლავის დასავლეთით დღესაც არის აუზი, სადაც სასწაულებრივად აღმოცენებული წყარო მოედინება. ასევე გადმოცემაში მოთხრობილია, თუ როგორ მოათვინიერა მან წყაროსთან მისული დათვი და უბრძანა აღარასოდეს დაეზიანებინა ადამიანი. მის ლოცვას მიაწერენ კოჭლის განკურნებასა და ბოროტის სულით შეპყრობილი კაცის გამოჯანმრთელებასაც. თუმცა თავად იოანე მუდმივად ხას უსვამდა, რომ მკურნალი არა ის, არამედ უფალი იესო ქრისტე იყო. მოგვიანებით, როდესაც წილკნისა და ნეკრესის ეპისკოპოსები გარდაიცვალნენ, კათალიკოს ევლოგის სურდა ახალი ეპისკოპოსები იოანეს მოწაფეთაგან აერჩია. არჩევანი აბიბოსსა და ისეზე შეჩერდა. აბიბოსი ნეკრესის, ხოლო ისე წილკნის ეპისკოპოსად აკურთხეს. ეს ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იოანეს სკოლა მხოლოდ სამონაზვნურ ცხოვრებას კი არ ანვითარებდა, არამედ ეკლესიის მსახურებსაც ზრდიდა. 2 წლის ერთობლივი მოღვაწეობის შემდეგ იოანემ ახალი ჩვენება იხილა, სადაც ღვთისმშობელმა და წმინდა ნინომ მოწაფეების ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა მოუწოდეს. ნაწილი კახეთში წავიდა, ნაწილი ქართლში. ისინი სხვადასხვა ადგილზე დამკვიდრდნენ, ქადაგებდნენ, ხალხს სარწმუნოებაში განამტკიცებდნენ და მონასტრებს აარსებდნენ. თავად იოანე ზედაზენზე დარჩა ილია დიაკონთან ერთად და განაგრძო მოღვაწეობა. წყარო განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მის ბრძოლას ბოროტ ძალებთან. გადმოცემით, ზედაზნის მთაზე დამკვიდრებული ეშმაკეული ძალები ცდილობდნენ მის შეშინებასა და განდევნას, მაგრამ იოანემ ქრისტეს ჯვრით სძლია მათ. ბოლოს მთიდან შავი ნისლი გამოვიდა და ჩრდილოეთისკენ გაუჩინარდა, რაც ბოროტების განდევნის ნიშნად მიიჩნიეს. სიცოცხლის მიწურულს წმინდა იოანეს ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მან მოწაფეები მოიხმო, დაარიგა, მარხვისა და სიფხილისკენ მოუწოდა და ანდერძად დაუბარა. იმ ღვიმეში დაეგზალა, სადაც თავად მოღვაწეობდა. ზიარების შემდეგ მან მშვიდობით მიაბარა სული უფალს. მოწაფეებმა თავდაპირველად მისი სურვილი არ შეასრულეს და სხეული მონასტერში გადაასვენეს. მაგრამ მაშინვე ძლიერი მიწისძვრა დაიწყო. ეს ნიშნად იქნა გაგებული და წმინდა მამის ნაწილები კვლავ მღვიმეში გადააბრძანეს, როგორც თავად ჰქონდა დაბარებული. წმინდა იოანე ზედაზნელისა და ასურელი მამების ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. მათ არა მხოლოდ გააძლიერეს ქრისტიანული სარწმუნოება, არამედ სამონაზვნო ცხოვრების ჩაუქრობელი კერა დაანთეს. მათი მოღვაწეობის კვალი დღესაც ცოცხალია მონასტრებში, ტაძრებში და ქართულ საეკლესიო მეხსიერებაში. ამიტომ წმინდა იოანე ზედაზნელის სახელი მხოლოდ ერთი ბერის სახელი კი არ არის, არამედ იმ სულიერი მისიის სიმბოლოა, რომელმაც მე-6 საუკუნის საქართველოს განსაცდელის ჟამს განამტკიცა. წმინდა იოანე ზედაზნელს მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს იხსენიებს. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე და მერაბ ონიანი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.